კი, მაგრამ ნახეთ რომ მივხვდით რომ უხლები ხომ არ ამისუფლება. რატომ არ მაგიცით? ივანიშვილის მინისტრების შემდეგ ევროპული სანქციების მოლოდინში ახლა უკვე მოსამართლეებიც არიან. წყარო ბრიუსელიდან ფორმულას ექსკლუზიურად უყვება, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. პირველივე რედაქციაში დიდი ალბათობით ნინო გალუსტაშვილის გვარი მოხვდება. მოსამართლის, რომელმაც 21 წლის მათე დევიძე და გიორგი მინდაძე ციხეში უკვე გაუშვა და სხვა სინდისის პატიმრების საქმეებს განიხილავს. სავარაუდოდ მას, ისევე როგორც რეჟიმის სხვა მოსამართლეებს, ფინანსურ სანქციებთან ერთად გადაადგილების შეზღუდვასაც დაუწესებენ. ევროკავშირში კარგად გაიაზრეს, რომ მარტო ზედაეშელონის დასანქცირება არ შველის საქმეს და შესაბამისად არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად ის შემსრულებლები დასანქცირდნენ, რომლის ხელითაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცდილობს რეპრესიების გატარებას. თუ კი ეს მასიურად საშუალო რგოლზე გავრცელდება, ხელისუფლებას მოუწევს საშუალო რგოლიდან დიდი რაოდენობით ადამიანების გაშვება, რაც სიმყარეს, ასე ვთქვათ, მოურყევს რეჟიმს და რეჟიმის ვერტიკალს. საქართველოს შესახებ გუშინ მიღებული უმწვავესი რეზოლუციის პარალელურად დახურულ კარს მიღმა ბრიუსელში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დონეზეც. განხილვის მთავარი თემა აქაც ივანიშვილის რეჟიმის შეკავება იყო. მოსამართლეების სავარაუდო სანქციების შესახებ მსჯელობა დიდი ალბათობით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაინაცვლებს. წყაროს ინფორმაციით 15 ივლისს საქართველოს კონტექსტში ორი საკითხი წამოიჭრება: ასოცირების შეთანხმების გადახედვა და რამდენიმე მოსამართლის დასანქცირება. დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობა იყო მოლდოვაში თქვენ გახსოვთ და იქ სასამართლომ იმუშავა, სასამართლოს დამოუკიდებლობა მიუკავშირო სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, რითაც ქვეყანას არიდა თავიდან აი ეს უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც ახლა საქართველოს იმყოფება. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ დებატები გაიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევა არ იქნება რთული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არა მარტო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, არამედ საშუალო და დაბალი მოხელეებიც მოხვდნენ სანქციებთან სიაში, ვინაიდან მათ უნდა კარგად ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ახლა აძლიერებს სისტემას და რეჟიმს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათ ამ კანონების გაგრძელების შემთხვევაში ისინი იქნებიან ევროპის მხრიდან სანქცირებულები. გაფართოვდება თუ არა ეგრეთ წოდებული ევროკავშირის მაგნიცკის სია. ბრიუსელში ფიქრობენ, რომ კონსენსუსი ამ საკითხზე ფაქტობრივად მიღწეულია. მოსამართლეების დასანქცირებაზე სავარაუდოდ თანახმა იქნება ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი უნგრეთი და სლოვაკეთიც. ამ შემთხვევაში სანქცირებულთა სიაში ნინო გალუსტაშვილთან ერთად სავარაუდოდ სინდისის პატიმრების გამხილველი სხვა მოსამართლეებიც მოხვდება. იმ მოსამართლეებს, რომლებიც ერთი დღით ცხოვრობენ, რომლებიც ამ შეკვეთა სამართალს ახორციელებენ, ისინი რომლებიც პირადი კეთილდღეობისთვის და გამორჩენისთვის როგორც ჩანს იღებენ ამ ყოვლად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, მათ მოუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აიღონ ხელი ესეთ გადაწყვეტილებებზე, ვინაიდან მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სამართალი მართალია ნელა და ეგრეთ წოდებული სისტრაფის გარეშე დადის, ურმით დადის, მაგრამ აუცილებლად მივა გრძელი ხელი აქვს იქამდე, ვინც ამ გამრუდებულ სამართალს ეწევა. რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მოსამართლეებზე ეგრეთ წოდებული ევროპული მაგნიცკის აქტის გავრცელებას? სავარაუდოდ გათვლა სწორედ რეჟიმის შიგნით ყევაზია. ივანიშვილი ავტორიტარიზმის პლაცდარმს სასამართლო სისტემის მიტაცებით იქნის. ამ სისტემიდან აგურების გამოცვლა კი ოლიგარქისთვის საფრთხის შემცველია. სანქციები რომ მუშაობს, ამას ბოლოდროინდელი მოვლენებიც ადასტურებს. რეჟიმმა მინისტრთა კაბინეტიდან და ძალოვანი სტრუქტურებიდან სანქცირებული პირები ერთი მეორეს მიყოლებით მოიშორა. საქართველოში არაერთი ათეულობით მოსამართლე არის დასანქცირებული ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. გარდა ამისა, ორი ქართველი მოსამართლე დასანქცირებული არის ბრიტანეთის გამო და მას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწოდა როგორც კლანის ლიდერები და ისინი დაასანქცირა, იმიტომ რომ მათ აქვთ გავლენა ქართულ მართლმსაჯულების სისტემაზე. ქართულ მართლმსაჯულების სისტემას საერთაშორისო ადამიანის უფლებების და კორუფციის გამო არაერთი პასუხისმგებლობა უწევს. შეეხება თუ არა ევროპული სანქციების მომდევნო ტალღას სასამართლო სისტემას და ადამიანის უფლებების უხეშდარღვევაში მონაწილე მოსამართლეებს. კონტურები დიდი ალბათობით მომდევნო სამშაბათს გამოჩნდება. თუმცა სიგნალი უკვე მიღებულია. ევროპარლამენტში გუშინ გამართულ პლენარულ სხდომაზე ქართველ მოსამართლეთა გვარები უკვე გაისმა. ჩვენი ჟურნალისტი ზურა პეტროსიანი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. ზურა, რა ტიპის სანქციებია მოსალოდნელი და აქვე ვიკითხავ, რა საერთაშორისო გამოცდილება არსებობს ამ კუთხით გამომდინარე სხვა ავტორიტარული რეჟიმებიდან?
ხო, დიდი ალბათობით აქ საუბარი იქნება სავიზო სანქციებზე, თუმცა ნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ის რომ ევროკავშირში ახლა აქტიური დისკუსია სწორედ მოსამართლეების და არა ივანიშვილის ახლო გარემოცვის სანქციებაზე მიმდინარეობს, ამას თავისი ახსნა და ლოგიკა ნამდვილად აქვს და მაგალითებისთვის, როგორც თქვით, ისევ რუსეთს და ბელარუსს უნდა მივაკითხოთ, სანქცირებულ მოსამართლეთა რაოდენობაში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები ნამდვილად კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ღია წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის სანქციების ქვეშ დაახლოებით 40-მდე რუსი მოსამართლეა. სიის ბოლო გაფართოება მნიშვნელოვანი მოხდა 2025 წლის 25 მაისს, მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებული მაგნიცკის სიაში 28 რუსი მოსამართლე და სასამართლო სისტემის სხვა თანამშრომლები მოხვდნენ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დეტალია, ანუ დაცული რეჟიმის სხვა მსახურების არ არიან სასამართლო სისტემიდან სანქცირებისაგან. ბელარუსის შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა. 2025 წლებში, ანუ 5 წლის განმავლობაში ევროპული სანქციების ქვეშ 60-მდე ასეთი მოსამართლე მოხდა. ბოლო გაფართოება სიის 2025 წლის 27 მარტს იყო, მაშინ ევროპული სანქციების ქვეშ დაახლოებით 310 ადამიანი მოხდა, მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები და სასამართლო სისტემის დაბალი რგოლის წევრები. აქაც, როგორც ვხედავთ, სისტემა მუშაობს სწორედ იმაზე, რომ დასანქცირებულები იყვნენ არა მხოლოდ მოსამართლეები, არამედ დაბალი რგოლის წარმომადგენლებიც. რა ხდება ამერიკული სანქციების კუთხით? რამდენი მოსამართლე ყავს პუტინსა და ლუკაშენკოს მაგნიცკის აქტში? ამ ციფრებზე საუბარი უფრო რთულია, ვინაიდან ეს ინფორმაცია ვიცით, რომ კონფიდენციალურია, დაახლოებითი გათვლებით მაგნიცკის სიაში 5-დან 8-მდე რუსი მოსამართლე უნდა იყოს. ბელარუსს ამ შემთხვევაში უფრო მეტად გაუმართლა, უშუალოდ მაგნიცკის სიაში მას მოსამართლეები ჯერჯერობით არ ყავს, თუმცა სანქცირებულები არიან გამომძიებლები, რომლებიც 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ დემონსტრანტების სასტიკ დარბევის საქმეებს განიხილავდნენ და ამ საქმეებში ფიგურირებდნენ. მოდით მოკლედ გავიხსენოთ ის საქმეები, რომლებშიც, როგორც ვთქვით, ფიგურირებდნენ ეს სანქცირებული მოსამართლეები. უპირველესად, რა თქმა უნდა, სერგეი მაგნიცკის საქმე უნდა გავიხსენოთ, რომლის სახელიც მიიღო 2012 წელს მაგნიცკის აქტმა. მხოლოდ შეხსენებისთვის მაყურებელს რომ ვუთხრათ, 2008 წელს მაგნიცკიმ 230 მილიონი დოლარის კორუფციული სქემა გაშიფრა, რომლის ფიგურანტებიც იყვნენ რუსი ჩინოვნიკები და ძალოვანები. მაგნიცკი 2009 წელს 11-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ და არადამიანური მოპყრობისა და წამების შედეგად კოლონიაში გარდაიცვალა, რასაც უდიდესი საერთაშორისო რეზონანსი მოყვა. ვინ არიან მოსამართლეები ამ საქმეებში? ეს არის ალექსეი კრივორუჩკო, ასევე სერგეი პროდოპრიგოროვი და ელენა სტაშინა. სამივე მათგანი სხვადასხვა ეტაპზე განიხილავდა მაგნიცკის საქმეს და სამივე მათგანი არის სწორედ ამ სიაში და სანქცირებულები არიან არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ევროკავშირის მიერაც. მეორე გახმაურებული საქმე არის უკვე ალექსეი ნავალნის პატიმრობის და შემდეგ უკვე მკვლელობის საქმე. ისევ მოკლედ გახსენებისთვის, პუტინი მთავარი კონკურენტის მოშორებას 2020-ში ცდილობდა, 2020 წელს ნოვიშოკის მოწამვლის გზით, მაგრამ ნავალნი სასწაულებრივად გადაურჩა ამ ტრაგედიას. 2021-ში უკვე მას უკანონოდ დააკავებენ და პუტინის სასამართლო მას 19 წლიან პატიმრობას მიუსჯის. 2024 წლის თებერვალში კი, როგორც ვიცით, ნავალნი ხარპის კოლონიაში მოკვდება. ვინ არიან მოსამართლეები ამ შემთხვევაში? აქაც შევხედოთ სანქცირებულთა სიას. ეს არის ანდრეი სუვოროვი, კირილე ნიკიფოროვი და ევგენია ნიკოლაევა. სამივე მათგანი ასევე არიან როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე დასავლეთის სანქცირებულთა სიაში. თუმცა ნავალნის საქმეზე გაცილებით მეტი ადამიანი არის სანქცირებული და სრული სიის აკითხვას ახლა აზრი ნამდვილად არ აქვს. სანქცირებულები არიან ასევე საინტერესოა, რომ კარამურზას მოსამართლეებიც ერთ-ერთი გახმაურებული საქმე და ასევე ბოლო მნიშვნელოვანი დეტალი რუსეთის მაგალითიდან არის მოსამართლე ოლესია მენდელეევა, რომელმაც ათობით რუს აქტივისტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა რუსული არმიის შესახებ ეგრეთ წოდებული ფეიქების გავრცელების საქმეში. საუბარი არის მას შემდეგ, რაც პუტინი უკვე შეიჭრა უკრაინაში და ახალი ასეთი რეპრესიული კანონები მიიღეს და ათობით და შეიძლება ითქვას ასობით აქტივისტი სწორედ ამ კანონით დააკავა რუსულმა რეჟიმმა. მოდით შევხედოთ რა ხდება ბელარუსში. ლუკაშენკოს რეჟიმში ევროპული სანქციების ქვეშ ყველა რგოლის მოსამართლე არის დასანქცირებული. მათი სანქცირება ძირითადად 3 ეტაპად მოხდა. ეს არის 2020-ში არჩევნების მიტაცების შემდეგ, როდესაც რეჟიმის მიერ დემონსტრანტების სასტიკი დარბევის საქმეები განიხილებოდა ამ მოსამართლეების მიერ. შემდეგ მეორე ტალღა იყო უკვე 2025 წელს და ასევე მანამდე იყო 2024-ში. სანქცირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს თითქმის სრული შემადგენლობა და მისი ხელმძღვანელი არის პიოტერ მიკლაშევიჩი, თქვენ ხედავთ ახლა მის ფოტოს და ასევე სანქცირებული არის უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე, ეს არის ვალენტინ სუკალო. ამ შემთხვევაში უზენაესის სასამართლოში არის სანქცირებული არა მხოლოდ თავმჯდომარე, არამედ ასევე სასამართლოს სხვა 9 წევრიც. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, სია აქ
ძალიან ვრცელია და ზოგიერთი წყაროს ცნობით 100-მდე პირზე არის საუბარი, ყველაზე ცნობილი საქმეები არის მინსკის საქალაქო სასამართლოს უკავშირდება და ეს სიაც როგორც ვთქვით არის ძალიან ვრცელი. რამდენად შორს არის საქართველოს, რუსეთისაგან და ბელარუსისაგან ივანიშვილის რეჟიმი ჯერ პუტინს და ლუკაშენკოს ნამდვილად ვერ ეწევა, თუმცა შეერთებული შტატების მიერ უკვე დასანქცირებული ყავს 4 მოსამართლე, ეს არის მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. რა განმარტება მოყვა ამ სანქციებსაც? მოდით ესეც გავიხსენოთ, აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ასევე ზიანი მიაყენეს სასამართლოს უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ, ეწერა მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებაში. ასე უნდა ითქვას, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე არიან სანქცირებული დიდი ბრიტანეთის მიერაც, თუმცა ეს არ არის ქვეყნების სრული ჩამონათვალი. ვიცით, რომ ქართველი მოსამართლეები ასევე დასანქცირებულები არიან ბალტიის ქვეყნების მიერაც. ამის გათვალისწინებით და იმ კომენტარების გათვალისწინებით, განცხადებების გათვალისწინებით, რაც გუშინ მოვისმინეთ რეზოლუციის მიღებამდე ევროპარლამენტში, შეიძლება ნამდვილად ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამიტომ არც ერთ მოსამართლეს არ და ვერ ექნება იმის გარანტია, რომ ის არ მოხვდება სანქცირებულთა სიაში და დიდი ალბათობით ეს სანქციები იქნება როგორც სავიზო შეზღუდვის სახით, ასევე ფინანსური სანქციებიც.